აბიტურიენტებო, ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. გახსოვდეთ, რომ წარმატებაში მიიღწევა მხოლოდ თქვენი სიმშვიდით და სწორი სტრატეგიით. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რათა შედეგი იყოს ზუსტად ის, რომლისთვისაც მთელი წელი ემზადებოდით. როდესაც რიდინგის ნაწილს დაიწყებთ, მთავარია გაიაზროთ შეკითხვები, ნუ ეცდებით მთლიანი ტექსტის გადათარგმნას, ეძებეთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეკითხვებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება use of English-ის სავარჯიშოს, ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ გრამატიკას, წინადადების წყობას და თუ რომელი მეტყველების ნაწილი უნდა გამოიყენოთ მოცემულ სავარჯიშოში. როდესაც writing-ზე გადახვალთ, თვალნათლი უნდა იყოს გამოყოფილი ესე სტრუქტურა. თქვენი თემა უნდა შედგებოდეს შესავალის, მთავარი ნაწილისა და დასკვნისაგან. შეეცადეთ ერთმანეთისაგან ყველაფერი აბზაცებით გამოყოთ, რათა გამსწორებლისთვის იოლად აღსაქმელი იყოს ეგ ყოველივე. დაიმახსოვრეთ, თქვენ ამ დღისთვის მთელი წელი ემზადებოდით და უკვე მზად ხართ წარმატების მისაღწევად.